თქვენ თუ გონიათ ალკოგოლიზმი ნაკლები პრობლემაა ამ არანაირად არ მგონია. ბევრად უარესი პრობლემაა, რომელზეც საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს და კვლევაც კი არ ჩატარებულა საქართველოში რამდენი ალკოგოლიზე დამოკიდებული და მომხმარებელი და ალკოგოლიო კაიაო გაზო როგორ ადარებო ნარკოტიკსო და დღეს თუ რამე ხდება ამ ქვეყანაში არის ალკოგოლის მოხმარების მითი კრიმინალი გაუპატიურება, ძალადობა, ავტოსაგზაო შემთხვევები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრად აგრესიული ქცევა და ზოგადად ხალხო თქვენ არიცით რა ხდება რაიონებში. იქ საერთოდ არანაირი დახმარება არ არის. დასავლეთ საქართველოში, აჭარაში არის ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება. ქუთაისში არის ერთადერთი ზუგდიდში საერთოდ არ არის ნარკოლოგიური კლინიკა. ამ დეტოქს გულისხმობ, რა რეაბილიტაციაზეა ლაპარაკი. ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება, რომელიც მერე იწვევს ფსიქურ აშლილობას. და ეს ადამიანები ხვდებიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მოხმარებით გამოწვეული ინტოქსიკაციური ფსიქოზები. ამის მართვა დღეს არის არავინ.